გამარჯობათ პატივცემულო ტელემაყურებლებო, ეთერშია მორიგი გადაცემა აგრარული და რეგიონული პოლიტიკა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძირითადად რეგიონული მართვის საკითხებზე, ვისაუბრებთ ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებაში არსებულ პრობლემებზე და ზოგადად მინდა ჩვენ სტუმართან ერთად ბატონ ფაზილ ალიევთან ერთად იცნობთ თქვენ მას თქვენ ვისაუბროთ რა მოწყობა უნდა კონდეს მომავალში რეგიონული მართვის თვალსაზრისით საქართველოს რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეროვნებად შორის ურთიერთობებში რა უშლის ხელს მეტ ასე ვთქვათ დაახლოებას და მეტ კონტაქტს ქართველებსა და ეთნიკურად არაქართულ მოსახლეობას ამ შემთხვევაში მინდა გავიხედოთ ისტორიაში, მოვიყვანოთ მაგალითები, აუხსნათ საზოგადოებას, რომ ეს ასე ვთქვათ გაუცხოება ყოვლად დაუშვებელია მithumetes დღევანდელ გამოწვევების რეჟიმში, როდესაც აი მთელი მსოფლიო არის რაღაც გადატვირთვის, არეულობის თუ ჯანჯღარის რეჟიმში. ამიტომ ბატონი ფაზილი არის ისტორიკოსი, ძალიან კარგად იცნობს რეგიონს, თვითონ ამ თემას და ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ აი გასაძლიერებელია ის, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრივი პატრიოტული პათოსი, რაც არის მოსახლეობაში, იმ ეთნიკურად არაქართულ მოსახლეობაში, თუმცა ამას უნდა სწორი მიმართულების მიცემა, სწორედ ასე ვთქვათ, მართვა კარგი გაგებით და ასე შემდეგ. ჩვენ ასე ვთქვათ, აი ეს ყველაფერი დღეს ჩავთვალეთ მიზანშეწონილად რომ ამაზე გვესაუბრა, იმიტომ რომ რაღაცა ინციდენტები ხდება, ვთქვათ, მარნეულში, რაღაც ინციდენტია პრინციპში ბოლნიში, როცა ასე ვთქვათ, მერობის კანდიდატი გადადგა აზერბაიჯანელი, ხო და აი ეს ყველაფერი რაღაცა ისეთ საზოგადოებას ძაბავს და საზოგადოებაში აჩენს რაღაცა ისეთ უარყოფით განწყობას და არიან ასე ვთქვათ თავგაცხელებული ადამიანები, რომლებიც გადადიან ასე ვთქვათ ლანძღვაზე და შეურაცხყოფაზე, რაც ყოველად დაუშვებელია დღევანდელ მოცემულობაში და ზოგადად დაუშვებელია და არც არასოდეს არ ყოფილა ვთქვათ ესეთი ტიპის კონფლიქტი და დღეს წარმოუდგენლად დაგვამძიმებს ეს პროცესი აქ რომ რაიმე გაუგებრობა მოხდეს, ამიტომ ბატონო ფაზილ, ვისაუბროთ იმ წარსულზე, იმ ისტორიაზე, ყველას ერთმანეთში არეულია ის მოსახლეობა, რომელიც რამოდენიმე საუკუნეა ცხოვრობს აქ, ერთმანეთში არეული მოსახლეობა, რომელიც თქვათ რაღაცა თუნდაც 10 წლების წინ დასახლდა იქ თურქეთში, ასე ვთქვათ 1915 წლის შემდეგ ხო ეს სომხურიც იყო და იქ ქურთებით შემოვიდნენ, იყო მოძრაობა სხვადასხვა სოფლების, მაგრამ ამის წინ რა იყო, რა ისტორია იყო და ზოგადად ყველა სოფელს თავისი ისტორია აქვს. მე ვიცი რომ თქვენ ფონიჭალის ეგრეთ წოდებული სოვანლუღის ისტორიას წერთ და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული მეფე ერეკლემდე რაც მეტნაკლებად ცნობილი ფაქტებია, ვერავინ ვერ იხსენებს რაიმე ისეთს, რომელიც ესე ვთქვათ აი ჩირკს მოწყებდა ამ ურთიერთობას და იგივე ის აზერბაიჯანული მომენტიც, თურქული მომენტიც, ირანული ფაქტორიც და სხვადასხვა ეს რელიგიური მოძრაობებიც, აი მოდით სწორედ დავანახოთ საზოგადოებას და მე მინდა რომ აი სხვანაირად დაფიქრდეს ხალხი და ზოგადად სახელმწიფომაც მიიღოს ალბათ ისეთი პოლიტიკა თუ რაღაცა ისეთი პროგრამული მოძრაობები დაიწყოს, რომ გაძლიერდეს, ასე ვთქვათ, აი სახელმწიფოებრივი ხაზი, პატრიოტული ხაზი, მე არ მახსოვს ჯერ მე მარნეულშიც ნამუშევარი ვარ, ბოლნიში, ქვემო ქართლში ზოგადად, მე არ მახსოვს რომ ვთქვათ, აი აზერბაიჯანელს იქ არ ქონდეს სამშობლოს განცდა და ეს სიყვარული და ჩემი მეგობარი აზერბაიჯანელები უცხოეთში, როცა ეკითხებოდნენ რომ რა ეთნიკური წარმოშობის იყო, ეუბნებოდნენ რომ აზერბაიჯანელი ვარ, მაგრამ საქართველოდან ვარ, ამას ხაზგასმით ჯერ იძახდნენ საქართველოდან ვარ, კი აზერბაიჯანელი, მაგრამ საქართველოდან. ეს ასე ვთქვათ, სიყვარულში ხო, მე ვერ დავინახე რომ სადღაც არის რაღაცა სხვა დამოკიდებულება. აი ყველაფერ ამაზე ვისაუბროთ ნელ-ნელა და გაჩნდება კითხვებიც ალბათ და გავყვეთ ბოლოში. მოგისალმებით ბატონო გოჩა, მოგისალმებით ტელემაყურებლებს. ძალიან საინტერესო თემა არის. დიახ, ჩვენ თუ ცხოვრობთ ერთ ოჯახში, საქართველოში, ჩვენი სამშობლოში,
ყველა მოქალაქე უნდა იცოდეს თავის სამშობლოს ისტორია, სახელმწიფო ენა, მისი კულტურა, ადათი, ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. ამისთვის რომ ვიცოდეთ ეს ყველაფერი, მეცნიერებმა უნდა დააწერონ ისტორია. ასე ვთქვათ. ჩვენ ამ თემაზე მუშაობთ ახლა, მე წერ ახლა ჩემი ასე ვთქვათ, კუთხის სოვალობის ისტორია. თალკე აღებული ერთი სოფლის ისტორიის დაწერა შეუძლებელია, იმიტომ რომ კიდე არ გინდა ეს მიდის უკვე 500 წელი და იქეთ, მე კიდე არ გინდა აქ საქართველოს ისტორიასთან საქმე კავშირი, თურქეთთან კავშირი. მინდა ძალიან დიდი გრძელი ისტორია, ოღონდ მე მოკლედ მინდა რომ საინტერესო იქნება. ჩვენ ვინ ვართ? ეხლა ქართველები ადრე ამბობდნენ ჩვენ თათრები. ჩვენ არც თათრები არა ვართ, არც აზერბაიჯანელი არა ვართ, არც აზერები არა ვართ. ჩვენ არა ვართ. აზერები არიან ციგნები, პატარა თომის ვინც ცხოვრობს ირანში. ეხლა თათარი რო არ ამბობენ და აზერი რო ამბობენ, ისე ფიქრობენ რომ ეს უფრო კულტურულია. ნამდვილად ეს უფრო შეურაცხყოფა ვიდრე თათარი, ასე თქვათ რა. იმიტომ რომ კიდევ ამბობ, ჩვენ არა ვართ აზერები, ჩვენ ვართ ღრუბჭაღები, რომელიც 1000 წელია ცხოვრობს საქართველოში. ბატონო კოჩა, თქვენ უთხარით დავით აღმაშენებლის დროენდელი ღრუბჭაღებზე, ხო? მე მინდა უფრო ადრინდელი ისტორიაზე მივიდეთ. ეხლა არის საიდან ვიცი ჩვენი ისტორია, ხო? მაშინ არის არქივები, ისა ვინმა წერდი წიგნები და რაღაცები. იყო წყაროები, და იმ წყაროებით მუშაობი დახმარებით ჩვენ ეხლა წერთ ჩვენი ჰიპოთეზები, ფაქტებს ვეძებთ და ამით წერთ ჩვენი ისტორია. ქართლის მოქცევაც, ქართლის ცხოვრება, ასე წყაროები არსებობს, წერს, რომ ალექსანდრმა მაკედონსკი რომ მოვიდა საქართველოში, ეს იყო ასე ვთქვათ ჩვენი ერამდე, ასე ვთქვათ. ჩვენ წელთაღრიცხვა. დიახ, მისი წინამდე გამოვიდა ქართველები, ასე ვთქვათ და მეორე იმის პატარა იმის დაპირისპირების მერე ალექსანდრ მაკედონსკი წერს, რომ მე აქ დავხდიო, ხო, ისე ვთქვათ, ბუნთურქებიო. ეს ბუნთურქებიო, მე დავხდი აქა და იმასთან დაიწყო ომი, იქა, ხა და ამას ჰქონდა საქართველოში 4 ქალაქი. და პირდაპირ წერს იქა კასპი, ერგნესი, 4 ხვიჩა, რაღაცა ისეთი ქალაქებია. ეს იყო ასე ვთქვათ, მცხეთა და ცოტა იქეთ ასე ვთქვათ და ცოტა აქეთ მთვარის გარშემო. ხო და წერს ომი იყო, ასე იყო და ეს ქართული ისტორიკოსების დაამტკიცებენ, რომ მარტო იმით კი არ არის, სხვა წყაროებისაც ამბობენ, რომ ის ხალხი აქ ცხოვრობდა. და ჩვენ ცხოვრობდით ქართველებთან ერთად. მაშინ არც ქრისტიანობა არ იყო, არც ისლამიც არ იყო. იყო ისე ვთქვათ, აგნე პატრონიკი, რომ ცეცხლთაყვანისცემა. ხო, ისეთ იყო ქართველების და ისაც ღრუბჭაღების. მერე მოდიან, ასე ვთქვათ, ეხლა ირანის ტერიტორია რო ამბობენ, ეს არასოდეს ირანი არ იყო. ირანი დაასახელეს ამას 1924 წელს. მანამ და არასოდეს ეს ირანი არ იყო. იქ იყო სელჯუკების იმპერია, იყო აბასიდების, სეფევიდები, იყო ნადირ-შაჰის ისა და ასე. ხო და იქიდან მოვიდა, ასე ვთქვათ, რა, თურქები, პატარა ისე ვთქვათ, გრუპებით მოვიდნენ საქართველოში და თხოვეს დახმარება. აქ ღრუბჭაღების მეფე იყო ქალი, თომირის, მე უთხრა ქართველებს, რომ მოდით ერთად მივიდეთ, დავიხმაროთ იმ ხალხთან, იმის სპარსების შახიო, მეორე კირი, არის ჩვენი მდერი. ხო და ხშირად მოდის, რომ აქეთკენ საქართველოსკენ და ერთად წავიდნენ, დახოცეს იმას კირი მეორე და იქიდან ეხლა არ მინდა გაგრძელება ამის, მოდის ჩვენი ისტორია. მერე ყველამ კარგად ვიცით, რომ მე-12 საუკუნეში დავით აღმაშენებელმა მამის მერე გახდა საქართველოს, ასე ვთქვათ, მეფე. გაერთიანებული. იყო ძალიან დაზუსტებული საქართველო.
მერე რომ გამოიყვანოს საქართველოს ამ სიტუაციიდან, წიმე სიტუაციიდან, იყო საჭირო გაძლიერება საქართველოს როგორც სახელმწიფო. და დავითმა იყო უძლიერესი დიპლომატი, უძლიერესი, ისე ვთქვათ, ადამიანი, ვინც კარგად იცოდა როგორ მოაგვაროს სიტუაცია. და მივიდა სამხრეთ კავკასიაში, იქ ცხოვრობდნენ ღვთაყები, იმას ელაპარაკე, არტაკ იყო ის ერთი ხანი, ღვთაყების ხანი. და იმას ელაპარაკე, მე ვთხოვა, რომ მე მინდა ასე ვთქვათ, რომ თქვენ გადასახლება საქართველოში. და მე გათხოვდა მისი ქალშვილს, გურანდუხტს ოფიციალურად, როგორ იმის ღვთაყების წესი, ისე ქართული წესით და მე იქიდან მოვიდა საქართველოში 40,000 ოჯახი ღვთაყები. 40,000 ღვთაყი ოჯახი. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ 5-6 კაცი რო გამრავლოთ, ეს გამოდის 300,000-მდე, ასე ვთქვათ, ადამიანი. და ეხლა ბევრი არიციან ისტორია და ფიქრობენ, რომ მაგალითად მე-12-მე-13 საუკუნეებში 5-10 მილიონი ხალხი ცხოვრობდა საქართველოში. თვითონ თურქეთში პირველი ისა ოსმალეთი რო შექმნეს 1 მილიონი კაცი არ იყო თურქეთში და ეხლა არის 85 მილიონი. მაშინ არ იყო. მაშინ საქართველოში ცხოვრობდა 50-60,000. მე შემიძლია მაგალითები 1800 წელს საქართველოში იყო დაახლოებით 600,000-700,000 კაცი ცხოვრობდა. იგი მარტო საქართველოში კი არა, ყველგან ასე იყო. იქნებოდა აზერბაიჯანში, კიდე ძალიან ბევრი მოსახლეობა არ ცხოვრობდა. მერე ისინი იქიდან იყო დავიდაც ერთი, ისე ვთქვათ რა, თხოვნა ღვთაყების მიმართ, რომ თითოეულ ოჯახიდან ერთი სამხედრო კაცი უნდა მოვიდეს ჯარში. და 40, ესე იგი 1000 ღვთაყი მოვიდა ქართული ჭარში, იქიდან 5,000 იყო პირადი დაცვაში და გვარდიაში, ბატონო დავით აღმაშენებს დანარჩენი მიიღეს აქტიური მონაწილეობა იმაში, ომში. ეს დიდგორის ომი რო ამბობენ, დიდგორის სელჯუკების წინააღმდეგ რო ამბობენ. ეს მარტო ქართველები კი არ იყვნენ იქ. იქ იყო ქართული ყიფჭაური, ასე ვთქვათ, ერთობლივ ქართული იმას რა ქვია. იქ მონაწილეობა მიიღო ბატონო კოჩო 60,000-მდე ჭარისკაცი. იქიდან 40,000 იყო ღვთაყები, ასე ვთქვათ. და ესენი იყვნენ თურქები და სელჯუკებიც იყვნენ თურქები. ესე იგი თურქები წინააღმდეგ იყო მიიღებდა მონაწილეობა ომში. რატომ? იმიტომ რომ ისინი რო ჩამოასახლეს აქა და უგე ისინი სამშობლოს განცდა ჰქონდათ უკვე. კი ბატონო, ისინი განაწილეს იმისთვის მიწები და ისინი ფიქრობდნენ, რომ მისი სამშობლო არის აქა და იმიტომ ეს თემა ეროვნება, ხო, ეს არის მე-9 საუკუნის, ასე ვთქვათ რა, 19 საუკუნის თემა არის ეროვნება. მანამდე ეროვნება არ იყო. მანამდე იყო ომი კახეთის და იბერიის ერთმანეთთან ომი, ან იმერეთი, იბერია, ან სელჯუკით ოსმანეთთან და იყო ორივე იყო თურქები. თემურლენგი იყო თურქი, მოვიდა აზერბაიჯანის სახევარდამედი, ირანის და იქეთაც. იყო ორივე მხარე იყო თურქები. იმიტომ ისტორიაში არასოდეს არ იყო ისეთი, რომ შენ ქრისტიანი ხარ, ან რომელი ეროვნება ხარ, მე-9 საუკუნიდან დაიწყო ეს თემა, რომ ეროვნების, როგორც ვთქვათ, იმ თემის განვითარება და მოსვლა პოლიტიკური არენაზე. და რისი თქმა მინდა მე, დიდგორის ომიდან დაწყებული, ხო? აქტიური მონაწილეობა მიიღეს იქ ღვთაყებმა. მერე დრო გავიდა, ბატონო დავითმა იმას თხოვა, დავით მეფე, რომ მიიღეთ ქრისტიანობა და მიიღეთ ქართული გვარი. იქიდან დაახლოებით 90% და ასე ვთქვათ, მიიღეს ქართული გვარები და ასე ვთქვათ ქრისტიანობა და დარჩენ საქართველოში, ასე ვთქვათ. ნაწილი ასე ვთქვათ, ბევრი ქართველი შეიძლება ყივჩაყური წარმოშობის სასახლო არის დეგომში, ღვთაყების, ხო და ერთი იმასაც კარგად ვიცით ჩვენ ისტორიიდან, რომ დავით აღმაშენებელის ცოლი მეუღლე იყო გურანდუხტი ღვთაყანის ქალიშვილი, თავისი ქალიშვილი დავით აღმაშენებელმა გაათხოვა შირვანშაჰს. შირვანშაჰს და თამარას. იმას გავდა
ასე თქვა 4 ბიჭი და 2 გოგო. მერე იქიდან 3 ბიჭი და 2 გოგო დააბრუნდა საქართველოში, ერთი შვილს დაინიშნეს აფხაზეთის ხელმძღვანელად ქნიაზად მართველი შერვაშიძეები. შერვაშიძეები ვინ არიან? შერვაშიძეები არიან შერვან-შახის შვილიშვილები, მამის მხრიდან, დედის მხრიდან ბაგრატიონები. მერე ერისთავები, გლურჯიძეები, ეს მე კი არ ვამბობ, ამას წერს სიმონ მაცხარიშვილი ქართული ისტორიაში. ამას წერს ისტორიკოსები, ხო? იგივე თქვენ თქმის არ იყო ძალიან ბევრი გვარებია, დღეს ქართული გვარები, რომელიც შერეული ის არის, ასე თურქული, ქართული, ეს ჩემი აზრია, როგორც სპეციალისტი, როგორც ისტორიკოსი, მე ვკითხულობ სოფლიო ისტორიას, არც ერთი ერი, როგორც ქართველები და როგორც თურქები, არ აქვს ისეთი ნათესაური, ასე თქვა, ახლო ურთიერთობა, გენეტიკურად ას არ არის. ერთი ორი კი არა, მე შემიძლია ძალიან ბევრი მაგალითები მოვიყვანო, რომელიც როგორი ნათესაური ურთიერთობებია. ელა, თქვენ თქმის არ იყოს, ერთი ახლო დღეებში გამოვიდა ეროვნებით ეთნიკური ქართველი თურქეთის პრეზიდენტი რაჯიბ თაიბ ერდოღანმა და უთხრა, რომ ჩვენ ვაპირებთ თურქი მესხების უგან დაბრუნება საქართველოში. ხო და უცბად დაიწყეს სოციალური ქსელებში თურქების გინება. ეხლა ჩვენ ვერ გავიგეთ ერთი რა. ეთნიკური ქართველი ერდოღანი ამბობს ქართველებს, რომ თურქი მესხები უნდა დააბრუნოს საქართველოში. იცავს, როგორ ქართველი თავისი თურქეთის სამშობლოს ინტერესები, როგორ პრეზიდენტ ასე თქვა. ხო და ჩვენ ვიცავთ, როგორ აქაური ყიფჭაღები, ხო, ჩვენ საქართველოს, ჩვენ სამშობლოს ინტერესებს. უბრალოდ იცით როგორ არის, მე არ აეჩიე ჩემი სამშობლო. ხოჭა, მე რო დავიბადე, ხო გავზარდი, ნახე რომ მე უკვე საქართველოში დავიბადე. ესაა ჩემი სამშობლო უკვე. ხო და მე ვიყავი ბაქოში, იქ სწავლობდი, უნივერსიტეტი დაამთავრე, მე ცხოვრობდი. მე ჩემი შვილებმა მთხოვეს, რომ მამა, ჩვენ არ გვინდა აქ ცხოვრება. ვერ ცხოვრობთ აქა, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ჩემ სამშობლო. ეს ჩვენთვის ძალიან ისეთი მშობლიურია ეს ერთი. წესები სხვა არის, ადათები სხვა არის. იცით, იმიტომ ძალიან რთულია. თქვენ ისე ფიქრობ ზოგერთები, რომ მარნიოლელი ან კახელი, აზერბაიჯანელი, ასე თქვა რა, ან თურქი არ შეიძლება წავიდეს ბაქოში, ან ვერ მიდიან. თუ მიდიან, უგან დაბრუნდებიან. იმიტომ რომ ეს მისი არჩევა არ არის, რომ იმან რომ დაიბადოს საქართველოში, ან დაიბადოს იქ, ჩვენ დავიბადეთ აქ, ეს ჩვენი სამშობლოა, ჩვენი წინაპრებების. მე ვამაყობ ერთი რამით, რომ როგორ თურქი, რომ ჩვენი წინაპრებები არასოდეს არ იყო მოღალათეები. ვინმე გამოვიდეს, მითხრეს მეცნიერი, ან ვინმე ადამიანი, ისტორიკი და მაგალითი მოიტანეს, რომ 1000 წელია ჩვენ ერთად ვცხოვრობ, მაინც ერთი მაგალითი მოიყვანოს, რომ ვინმე თურქი კაცმა გამოვიდა მოღალათე თავის სამშობლოს წინააღმდეგ, ან დავით აღმაშენის წინააღმდეგ, ან ვიღაცა წინააღმდეგ. პირიქით თქვენ ვარკად იცის, რომ ბორჩალოველი რო იყო, ხო და ხუდუ ბორჩალოველი, როიცით ერთ-ერთი იყო უძლიერესი კმირი, რომელიც მეფე ერეკლესთვის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ადამიანი. ხო და ვისი წინააღმდეგ ებრძვა იმან? თურქებს წინააღმდეგ. კიდევ ვამბობ, თურქი ჩემ ძმა არის, ასე თქვა. იმ შემთხვევაში თუ ეს ნამდვილი ძმა არის, თუ ეს იარაღი მოდის ჩემ სამშობლოში, ხო ეს უკვე მდერია. ასეც იყო და ასეც იქნება. იმიტომ ვამბობ, ჩვენ უნდა ვაშენოთ ისეთი საზოგადოება, ბატონო გოჩა, როგორ არის თურქეთი. თურქეთში ქართველები პრეზიდენტია, ქართველები მილიარდერია, ქართველები არიან დეპუტატები, მინისტრები და ძალიან ისეთი. ხო და არ არის ისეთი ერთი ქართველი ლაზი ვინმე, რომ თურქეთში არ იცოდეს თურქული ენა. 100% ყველა მიცის. რატომ? იმიტომ რომ ის თუ დაიბადა სოფელში, ხო? დაიბადა სოფელში, იმ სოფელში არის საბავშვო ბაღი, თურქული ენა, ყველაფერი, კულტურა, ბავშვობიდან ისინი იზრდებიან, როგორ ქართველი, ხო? იგივე როგორ თურქი. თუმცა ყველა ქართულად ყველა თუ არა უმეტესობა ქართულად ლაპარაკობს თან ოჯახში. ძალიან ბევრი თან აქცენტით. მე ხშირად მოდიან ჩემთან ლაზები, ჩემ მეგობრები და აქ ხშირად იყო შეხვედრები ჩვენ მეგობრებთან და კარგად თავისი კაი აქცენტით ლაპარაკობენ ისინი და იგივე ქართველები. და ის სიამაყი დამბობენ, რომ მე ისა რა თურქულად დამბობ, მე ვამაყობრე, მე გურჯი ვარო.
და ისე ხმამაღლა ამბობენ ამას. და ყველა მისის რომ იმიტომ რომ ეს ოსმალეთი თურქების შექმნილი სახელმწიფო იმპერია კი არ არის. ეს არის ერთობლივი ქართველების, თურქების, ქურთების, ყველას ერთობლივი შექმნილი ის არის. და თურქეთი არასოდეს ისტორიაში არ იყო თურქული სახელმწიფო, იყო ოსმალეთი. ოსმანი ვინ იყო? ოსმანი იყო პირველი ისა ასე თქვა ხანი, სულთანი თურქეთის. იმის სახელით დაასახელდა. 1924 წელს ეხლა დაასახელდა თურქეთი. არასოდეს ისინი არ ამბობდნენ რომ ჩვენ თურქები ვართ. ხო, აი ჩვენ პრობლემებს რომ მოუბრუნდეთ სახით, ხეთ თქვენ ახსენეთ რომ იქ ყველა ლაპარაკობს სახელმწიფო ენაზე, თავისი ენაც იცის, ადაპტირებულია, ინტეგრირებულია, ასე ვთქვათ და თავიდან ბოლომდე ჩართულია ყველა პროცესში. აი ჩვენი მიზანი არის ის, რომ წამოვიდა რაღაცა კარგი ტალღა, ახალგაზრდები გაცილებით უკეთესად ფლობენ ახლა სახელმწიფო ენას და გვინდა რომ ამან მიიღოს მასიური ხასიათი. გვინდა რომ აი ის რაც ახლა თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ სამშობლო, სახელმწიფო, როგორც დედა გყავს ერთი, ისე ერთია სამშობლო, ეს განცდა, თუნდაც ეს ისტორიული ნარკვევები, რომელიც მნიშვნელოვანია დაიწეროს წარსულიც, უახლესი წარსულიც, უახლესი წარსული შეიძლება 100-150 წელი იყოს წლის წინანდელი ამბები და ეს ყველაფერი იყოს სწორედ მიწოდებული და ბავშვებს ჩვენ საბავშვო ბაღიდან დაწყებული არა ეთნიკურად არა ქართულ რეგიონებში საბავშვო ბაღიდან დაწყებული სკოლით გაგრძელებული ყველგან ვაგრძნობინოთ რომ ის თავის სამშობლოშია, ყველგან იყოს ეს თქვათ ისეთი პროგრამული მიმართულებები, რაღაც ადაპტირებას შეეხმარებოდეს, ჩვენ საერთოდ არ გვექნება ეს რაღაცა გაუცხოების მომენტი, ამას სჭირდება 5-10, შეიძლება 15 წელი, ეს ძალიან თანმიმდევრული მუშა, არა ფრაგმენტული, რომ რაღაცა ენის პროგრამა, რაღაცა თუ მიზან მიმართული პროექტი, რომელიც ყოველი წლის შემდეგ მისი ესე ვთქვათ ხელმძღვანელი თუ ავტორი გააკეთებს ანგარიშს, რა ხდება, როგორ მიდის ეს პროცესი, თქვენ ნახავთ, რომ 10-15 წელიწადში საერთოდ შეიცვლება აი ეს რეალობა, რაც დღეს სამწუხაროდ კიდე გვაქვს. ეს რეალობა კიდე უკეთესია, ვიდრე იყო 15-20 წლის წინ, როდესაც საბჭოთა კავშირი უცბად, ასე ვთქვათ, დაიშალა და ძირითადად აზერბაიჯანელები მშობლიურ ენას სწავლობდნენ და იცოდნენ, რომ საბჭოთა კავშირში იყო, მოსკოვი იყო დედაქალაქი და მეტნაკლებად რუსულს ასწავლდნენ. ხო, აი რუსულ-აზერბაიჯანულს ეხლა უკვე სხვა თაობა წამოვიდა, უკვე უფრო მეტად ეს თქვათ ქართულს სწავლობენ და არის ეს მომენტი. მე მინდა უბრალოდ რომ ჩვენ სახელმწიფოს კონდეს იმდენად აქტიური ესე ვთქვათ პოზიცია, რომ ის გარკვეული სიმახინჯეები, რომელსაც თქვენც ხშირად ახსენებთ ხოლმე, ეს განსაკუთრებით რელიგიურ რაღაც სექტანტურ მიმართულებებს, რელიგიურ ხშირ შემთხვევაში გადახვევებს დავარქვათ ესე რომ ის რელიგიაც ახლა ადამიანი თუ ისლამის მიმდევარია ამ ქვეყანაში დავით აღმაშენებელი დადიოდა კაცო მეჩეთში და საქართველოს ერთ-ერთი ალბათ ტოლერანტული ქვეყანაა მთელ მსოფლიოში ამ ნაწილში აქ აგრესია არასოდეს არ არის იმან იქ ილოცოს ოღონდ ტრადიციულში ილოცოს აი იმ წესებზე და ადათზე და არა რაღაც ექსტრემისტული და რაღაც რომელიღაცა სხვა ქვეყნიდან ხო ამას თქვი ხშირად აპროტესტებთ ხოლმე რომ ნუ მე არ მინდა ეხლა იქ რაღაც გაურკვეველი ხალხი შესული ახალგაზრდებს ეპატიჟებიან მოკლედ ეს უნდა ამოიძირკოს ჩვენ ეხლა ისე როგორც არასოდეს აქ გვჭირდება ძალიან აქტიური მუშაობა აი როგორ ფიქრობთ თქვენ ეხლა რა არის გასაკეთებელი იმისთვის აუცილებლად სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ რომ ცალკე აღებულმა თქვა გოჩა იქნება ფაზილი თუ ნებისმიერი ადამიანი ვერაფერს ისეც ვერ გააკეთებს, ჩვენ შეიძლება რაღაც პირობით ყოფით დონეზე ან ადამიანურ მეგობრულ დონეზე რაღაცები შევქმნათ, ან რაღაც დავატბოთ ეს ურთიერთობა, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან სერიოზული სახელმწიფო ხაზი. ყველა ის ხაზი, რომელიც არის დამანგრეველი გზიდან რომ გადაიყვანს ადამიანს ტვინს რო აურევს და გაურკვევლობაში ამყოფებს იმ ახალგაზრდას ყველა ეს ხაზი უნდა იყოს ნელ-ნელა შეკვეცილი და სწორედ გაგებული ის რასაც მიაღწია თუნდაც თურქეთმა თუნდაც ირანმა იქაც არ არის ხო მონოეთნიკური ქვეყანა იქაც აქ ყველაფერი მიღწეული იმიტომ არსებობს სახელმწიფოს თამაშის წესები
ამ თამაშის წესებს ყველა უნდა იცავდეს და უნდა არსებობდეს სახელმწიფოს ბზრუნველობის, ასე ვთქვათ, წესებიც. აი ეს სინერგია არის ეხლა დასაჭერი, რომ მოქალაქემ იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს და სახელმწიფო, ასე ვთქვათ, უმნიშვნელოვანესი და სახელმწიფო მიგრძნოს, რომ ამ მოქალაქეს სჭირდება სწორი მიმართულების მიცემა, არ შეიძლება მისი მიშვება, როდესაც ადამიანი რაღაცას მიუშვებ, იმას სხვა ეპატრონება, ხო? აი ეს მომენტი აუცილებლად უნდა გამოვრიცხოთ, იმიტომ რომ ისეთ რთულ მსოფლიოში შევდივართ, ისეთ რთულ თამაში შევდივართ, რომ აქ გაუგებრობები და გაურკვევლობები აღარ უნდა დაუშვეს ქვეყანა. ალბათ, გეტახმებით თქვენ, ისეთ როგორ არის, ეს ძალიან დიდი საქმეა, იმიტომ ჩვენ ნულიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი. ფაქტიკურად საბჭოთა კავშირი დაშლის მერე საქართველოს იმაში, აქეთ ისტორიაში ასე ვთქვათ, არც ერთი ხელისუფლება არ ფიქრობდა ეროვნული უმცირესობების ან რელიგიის უმცირესობების შესახებ მისი ისა ვთქვათ ინტეგრაცია ქართული საზოგადოებაში ძლიერი საქართველოს არავინ არ ფიქრობდა. ჟანგამსახურდია დროს რომ მოვიდა დაიწყო ომი, გადატრიალება, მერე შევარანაძე რომ მოვიდა და ასე შემდეგ დღევამდე, ასე ვთქვათ. ენის ცოდნა ეს არ არის საგმარისი. იცოდეთ, იმიტომ რომ ჩვენი მაგალითად 20 ძმები ხო იცოდნენ კარგად ქართული ენო, მე ასე ფიქრობდი რომ ოსები არიან ქართველები, ასე ფიქრობდით. მაინც მოხდა სეპარატიზმი, ხო? ესე იგი, მარტო ენის სწავლა ეს არ არის საგმარისი. ენის სწავლასთან ერთად უნდა ბავშვმა ისწავლოს ასე ვთქვათ ქართული ისტორია, ქართული კულტურა, უნდა ჰქონდეს კავშირები ქართველებთან. ჩვენ კიდევ გენეტიკურად ჩვენში გვაქვს სიმპათია ჩვენ სამშობლოს ქართველების მიმართ, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სიმპათია. ჩვენ უყვართ ჩვენი სამშობლო. ჩვენ ბაქოში რომ მივდივართ და ხმამაღლა ვამბობ, რომ მე საქართველოდან ვარ, ხმამაღლა ვამბობ ამას. და სინამდვილეში ჩვენი ასე ვთქვათ თომი, ვინ ცხოვრობს საქართველოში, ეს არის უმაღლესი თომი მთელი თურქული სამყაროში. გნებავთ თურქეთში, გნებავთ აზერბაიჯანში, ყველგან. თქვენ შემზე კარგად იცით, რომ აზერბაიჯანის პირველი ხელმძღვანელი ნარიმან ნარიმონოვი იყო წარმოშობით აქედან, მერე გასან გასანოვი, მერე სხვაებიც, პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, პროკურორები, ოლიმპიური ჩემპიონები, გამანდარ მეჭიდობი და სხვაები, სულ იყვნენ აქაურები. იმიტომ რომ ჩვენი აქაური თომე, ასე ვთქვათ, როგორ ქართველები, არ ვიცი ეს ჩვენი ბუნებიდან არის, ჩვენ სამშობლოს ისა არ ვიცი ენერგია, ხო? აქაური თომიც არის მაგარი. იმიტომ ჩვენი ხალხში არის ამას სიამაყით რომ ამბობ საქართველოს აქაური ვართ ისე და ჩვენები რომ მიდიან საზღვარგარეთ, მაინც ბრუნდებიან უკან. იმიტომ სამშობლოს მიმართ აქვს დიდი სიმპათია. დავით აღმაშენებლის დროს მე ერთ-ორი მაგალითი მინდა მოვიტანო, ხო? იყო მიღებული განონები, ასე ვთქვათ, ეროვნული უმცირესობების შესახებ, ხო? 500 მეტრის ახლო მეჩეთებთან ახლო არ შეიძლება და ღორების გაშვება. თუ ვინმე გაუშვებდა ღორი ახლო 500 მეტრზე ახლო მეჩეთში იყო ჭარიყა, ასე ვთქვათ. მაშინდელი თურქები რომ ჯარში აქტიური მონაწილეობა მიიღეს და განთავსებული იყვნენ იმებით გადასახადიდან. ხოდა იმის ამ ხალხის ერის ასე ვთქვათ ღრუბჭაღების განვითარების ყველაფერი გააკეთა დავით აღმაშენებლე. თვითონაც ყორანი ზეპირად იცოდა. თვითონაც დაიხმარა რამდენიმე მეჩეთების აშენება. ოღონდ ეს მეჩეთები იყო ასე ვთქვათ მუსულმანური მეჩეთები. ოღონდ ასე ვთქვათ საქართველოს ასე სამშობლოს იურისდიქციის ქვეშ ჩავთვალეს ქვეში და ფიქრობდნენ და დიდი როლი თამაშობდნენ პატრიოტიზმზე. შეგნით ლოცულობდნენ საქართველოსზე და არა ჩვენს რაღაც მეზობლებს. არ აგეთებს ჩვენი თავრობა, აგეთებს ირანის თავრობა, იერაღის თავრობა, არაბები. ხო, ჩვენები რო არიციან როგორ უნდა იმუშაოს იმას რელიგიური კუთხით, კარგად იცის ირანი აშენებს აქ მეჩეთები რაღაცა, თავისი პროპაგანდა, ხო და ჩვენი მეჩეთებში სწავლობენ სპარსული ენა. ეხლა სპადანო გოჩა. ეხლა მარნეულში რა მოხდა? ეს მოხდა რომ რატომ არ იცი ქართული ენა. და მე უნდა ვთქვათ ამ ახალგაზრდას, ეს შენი მამის ბრალია. იმიტომ რომ მამა შენი გამგეობაში მუშაობს, არ ფიქრობს რომ იმ აზერბაიჯანის სოფლებში იმას საბავშვო ბაღის აშენებაზე. მარნეულში 100-მდე სოფელია, მე როგორ ვიცი ხო ბატონო გოჩა. რამდენი საბავშვო ბაღია იქა?
დმანისის რაიონში, ხო? არის სომხის სოფლები, ქართული სოფლები, აზერბაიჯანის სოფლები, ასე თქვათ რა. სომხის სოფლებში, ქართული სოფლებში არის საბავშვო ბაღები, აზერბაიჯანის სოფლებში არც ერთ სოფელში არ არის საბავშვო ბაღი. ხოდა სომხები იციან ქართული, იმიტომ რომ იქ საბავშვო ბაღში დადიან. ქართველებს იმდენად არ უნდა ენებს სწავლეთ, თვითონ ქართველები არიან. და თუ შენ ფიქრობ პატრიოტიზმზე, ინტეგრაცია, რო ფიქრობ, პირველ რიგში უნდა შენ ის გააკეთო, რომ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები იცოდეს ქართული ენა. იმიტომ რომ კაცმა თუ ქართული ენა ისწავლა, აზროვნებს, ფიქრობს ქართულად, უკვე რუსებს, პუტინს რატო ყველას ამბობს, რომ რამდენი რუსული სკოლა გაქვს საქართველოში, აზერბაიჯანში, ხო? ილამ ალიევ შეიძლება პირველივე შეხვედრაზე ამბობს, რომ ბატონო პუტინ, ჩვენ გვაქვს 300-400 რუსული სკოლა. რატომ ამბობს ამას? იმიტომ რომ იცის, რომ ამას აინტერესებს ვინ სწავლობს რუსული სკოლაში, ხო? ეს უკვე გინდა არ გინდა აზროვნებს რუსულად. ეგ უკვე რუსებს მიმართ აქვს სიმპათია. ეს ამას ნიშნავს. იმიტომ ჩვენი სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული პირველ რიგში საბავშვო ბაღები იყოს ქართული ენაზე, სკოლებში, თუ აზერბაიჯანის სკოლა არის, ასე თქვათ რა, მაინც გაძლიერებული იმათ იყოს, როგორ თქვათ, ქართული ენის სწავლა, კულტურა, ასე თქვათ და მიდე როგორ უთხარი ბანაკები. რო ხშირად მივიდეს ბავშვები სხვა რეგიონებში, სვანებში, აჭარაში, კახეთში, ქუთაისში, რა ვიცი, აბა სამეგრელოში და რო გაიგოს რა ხდება საქართველოში. ეს იქნება. ამის გარდა, იცით, ხალხშიც უნდა იყოს სურვილი. რო ისწავლოს ქართული ენა, ისწავლოს ბევრი რამე. ეს სურვილი აქვს ბევრის? მე გეტყვი რომ არა. რატო? ეს ფიქრობს რა მაგალითად ფაზილად, ხო? ისის ქართული, მე რა ისის იმდა დრო დაიკარგა ისწავლა მაგალითად, ხო? სამუშაო არ აძლევენ, უმუშავარია მაინც. თქვენ იცით რომ თელავში, ხო? მაგალითად არის ქართული სკოლაში სწავლობენ აზერბაიჯანელები. თელავში, მე კასპში არის ქართულად სწავლობენ. თბილისში ჩვენი რა აზერბაიჯანის სკოლები რო არის, მაინც ქართულად 100% კარგად იციან. ჩემ ოჯახიდან დაწყობილი 100,000-ობით კაცი იცით ქართულად კარგად. მე რა ორი უმუშავარია. იმიტომ რომ თავრობამ უნდა გააკეთოს ისეთი რა, რომ იმ გაცმა ნახეს გაჩაღანში გაცმა ნახეს, რომ მამადი არის ვიცე-პრეზიდენტი ალიევი. რომაც კონდეს რასურვილი რომ შეიძლება გახდეს ვიცე-პრეზიდენტი, ან ვიცე-სპიკერი, ან მინისტრი, ან პროკურორი, ან მოსამართლე. თუ არც ერთი კაცი პრეზიდენტის აპარატში არ არის. ჩვენ აზერბაიჯანში თუ არ არის თავრობაში, არც არსად არ არის გუბერნიაში. ქვემო ქართლის გუბერნიაში ერთი დამლაგელი აზერბაიჯანი რო არ არის. ეხლა იმ ხალხში იქნება ინტერესი. სამაგიეროდ არასამთავრობო სექტორში ძალიან ბევრი ჩართეს და მაგრამ ეს უფრო არის აზერბაიჯანული ენაზე მაგალითად შეიძლება პოლონიური ენაზე ინტერესი, იმიტომ რომ ეს უკვე ფიქრობს რომ აქ მაინც არაფერი არ გამოდის. შეიძლება წავალ პოლონეთში პამიდორზე ან რაღაცაზე პარნიკებზე ვიმუშავებ, რომ ენა უნდა იცავროს, ხო? ასე გამოდის რომ ეხლა ჩვენები ჩააბარეს ჩვენი ხალხი იმას რელიგიის კუთხით ირანელებს, არაბებს და სხვაებს. ისინიც მოდიან, მივიდეთ, კი ბატონო, ჩვენი რეგიონში უფრო მეტი ხალხი იცის სპარსული და არაბული, ვიდრე ქართული. ეს რა პოლიტიკაა? ჩვენ საცხოვრობ. ჩვენ მაზანდარანში ცხოვრობ, თუ საქართველოში ცხოვრობ, ჩვენ არაბეთში ცხოვრობ, თუ საქართველოში ცხოვრობ. ეს ვიზი რატო აგეთქვი? ხო, მე ჩვენ თვითონ გვიკვირს, რომ სადღაც სოფელში წავაწყდებით, რომ ერთ კაცს ვერ ვიპოვით, რომ ქართულად დაგელაპარაკოს. კი, აბა ეს ამის გარდა ბატონო გოჩა, აფხაზი ოცების ჩვენ ძმები ხო, ჩვენ ვამბობ, რომ ძლიერი საქართველო გაერთიანებული საქართველო აქეთ იქ ამ თემაზე ვლაპარაკობთ, ხო? ორე იქ აფხაზი უყურებს, რომ კიდევ პრეზიდენტ აფარაში ნულია, არც ერთი უცხო ასე ერები არ მუშაობენ, პარლამენტში არ არის, თავრობა არცად არ არიან და ისინი ფიქრობენ, კაცო, თქვენ ამბობთ ტოლერანტული საზოგადოება ვარ, დემოკრატიული, აბა სადაა ტოლერანტული? ჩვენ სიტყვაზე ვართ ტოლერანტული. ხოდა თურქეთში მიდი შენ ახლა ქართველს ელაპარაკ. ისინი ცოტა მეტი უფლება აქვს, ვიდრე თურქებს გეუბნები. ვის ეტყვის ქართველს, რომ შენ არ შეიძლება გუბერნატორობა, არ შეიძლება პრეზიდენტობა, ან პროკურორობა, რას ლაპარაკობ? მილიარდერები, 20-ზე მეტი მილიარდერია ქართველი. 20-ზე მეტი ტელევიზია თავისი იმაში, როგორ თქვა, ფენერბახჩე ფეხბურთის იმან, პრეზიდენტ ქართველი. იქ